რატომ ვერ ვანებებთ თავს ვირთხების რბოლას? ისევე როგორც ბევრ სხვა რამეს, სამსახურსაც სხვების, ძირითადად ჩვენი მშობლების მოსაწონებლად ვირჩევთ. მაგრამ რა გვინდა ჩვენ თვითონ? დღეს ბევრი ადამიანი საკუთარ თავთან უაზრო რბოლაში ჩაბმას ირჩევს. ვირთხების რბოლის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ განუწყვეტლივად ასრულებთ უამრავ მძიმე და ხშირად არასაჭირო სამუშაოს, მხოლოდ იმისთვის, რომ თავი გაიტანოთ. თქვენ ყველაფერს აკეთებთ, რაც საჭიროა, თქვენი დამსაქმებელი, მთავრობა და კომუნალური გადასახადები კი თქვენი გამომუშავებული ფულის თითქმის მთელ ნაწილს გართმევენ, დასაზოგად კი ძალიან ცოტა ან არაფერი გრჩევათ. ვირთხების რბოლა გაუთავებელი ძიებაა, სადაც მუდმივად მძიმედ უნდა იმუშაოთ, რომ გადასახადებსა და მოსაკრებლებს აუწყოთ ნაბიჯი. სამწუხაროდ ბევრმა იცის ვირთხების რბოლის შესახებ და სძულს მისი ნაწილად ყოფნა, მაგრამ სოციალური წრის მხრიდან ნეგატიური რეაქციის ეშინია და რბოლას მაინც აგრძელებს. ყველას გაგვიგია ტრადიციული რჩევა: წადი სკოლაში, ისწავლე კარგად, იშოვე კარგი სამსახური და ყველაფერი კარგად იქნება. სიმართლე ისაა, რომ ეს რჩევა ნათლად აჩვენებს, თუ როგორ უღურებენ ფინანსურ უსაფრთხოებას ღარიბი და საშუალო კლასის წარმომადგენლები. მდიდრები ამას სხვანაირად ხედავენ. ეს უკვე აღარ არის ფინანსური სირთულეებისგან თავისუფალი ცხოვრების რეცეპტი. კარგი განათლება და მაღალი ნიშნები წარმატების გარანტიას აღარ იძლევა. ფინანსური განათლება მძლავრი ძალაა, ფული კი ის სფეროა, სადაც ეს ძალა ვლინდება. შეგიძლიათ წახვიდეთ კოლეჯში, დაამთავროთ უმაღლესი წარჩინებით, იშოვოთ კარგი საოფისე სამსახური და მაინც ვერასდროს მიაღწიოთ ფინანსურ ზრდას. უნდა გააცნობიეროთ, რომ რაც არ უნდა მძიმედ იმუშაოთ, თქვენი ძალისხმევის ნაყოფით საბოლოო ჯამში ვერასდროს მიიღებთ. ერთ დღეს შეიძლება ყველაფერი გქონდეთ, მეორე დღეს კი დაკარგოთ. თუმცა ფინანსური წიგნიერების დახმარებით შეგიძლიათ მოიპოვოთ ძალაუფლება ფულზე და დაიწყოთ სიმდიდრის შენება ნულიდან. ჩვენ საზოგადოებაში ადამიანების უმეტესობა კვლავ წადი სკოლაში რჩევას მიყვება. ეს ადამიანები შეიძლება თავს არიდებენ სიღარიბეს, მაგრამ ვერასდროს მდიდრდებიან. საზოგადოების მხრიდან უარყოფის შიში ხელს გვიშლის, თავი დავანებოთ ვირთხების რბოლას და შევქმნათ სიმდიდრე. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მდიდრები უფრო მდიდრდებიან, ღარიბები უფრო ღარიბდებიან, საშუალო კლასი კი ვალებში იხრჩობა, ის არის, რომ ფულის შესახებ საგანს სახლში ასწავლიან და არა სკოლაში. რობერტ კიოსაკი. იცოდით თუ არა, ინგლისურ სიტყვებს broke გაკოტრებული, უფულოდ მყოფი და poor ღარიბი განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. პირველი დროებითი მდგომარეობაა, მეორე კი მუდმივი თვისება. შიში და სიხარბე ირაციონალური გადაწყვეტილებებისკენ გვიბიძგებს. ბევრი ადამიანი მუდმივ შიშში ცხოვრობს თავისი ფინანსური მდგომარეობის გამო. მათ ეშინიათ შეცდომა არ დაუშვან გადასახადების გადახდისას, არ გაათავისუფლონ სამსახურიდან, ან არ დარჩნენ საკმარისი ფულის გარეშე, რაც აიძულებდათ ყველაფერი თავიდან დაიწყონ. მოდი ვიყოთ გულწრფელები. ბევრ ჩვენგანს ეშინია, რომ სხვების, იქნება ეს ოჯახი თუ საზოგადოება, მოლოდინებს ვერ გაამართლებს. შემდეგ კი ჩნდება სიხარბე. ადამიანების უმეტესობას თავისი ფასი აქვს. როგორც კი საკმარისად მაღალ ხელფასს შესთავაზებენ, უმრავლესობა ვეღარ უძლებს თვის ბოლოს უსაფრთხო ანაზღაურებაზე და იმ ნივთებზე ფიქრს, რის ყიდვასაც ამ ფულით შეძლებდა. სწორედ ეს ორი ფაქტორი აბამს ადამიანებს ადრე ადგომის, სამსახურში სიჩქარის, ყოველდღიური სტრესისა და ისეთ საქმეზე მძიმე შრომის ჩაკეტილ წრეში, რომელიც ხშირად არც მოსწონთ. შემდეგ გრძელი თვის ბოლოს ისინი როგორც იქნა იღებენ ხელფასს და გადასახადებს. მათი ცხოვრების ყოველი წამი, დღე, თვე და წელი შიშისა და სიხარბის გაუთავებელი ციკლით იმართება. როგორ ვლინდება ეს უკანასკნელი? როგორც წესი გვეშინია სამსახურის დაკარგვის, სიხარბე კი მაშინ იჩენს თავს, როცა იმ ხელფასის მიღებას ვეღარ ვითმენთ და ვზოგავთ მხოლოდ იმდენს, რომ დროდადრო შვებულებაში წავიდეთ და ეს გაუთავებელი უბედური ბრძოლა დავივიწყოთ. მიუხედავად ამისა, ფულსაც რომ ვიშოვით, ჩვენი სიხარბე შეეცდება დაგვარწმუნოს, რომ ეს საკმარისი არ არის და გვაიძულებს ვირთხების რბოლა გავაგრძელოთ. იმის გასაცნობიერებლად, რომ ვირთხების რბოლაში ვართ გაჭედილები, ჩვენს ცხოვრებას გარედან უნდა შევხედოთ. ვირთხების რბოლა ჩახლართული ფენომენია. ერთი მხრივ ვიცით რას უნდა ველოდოთ და არავინ გთხოვს რთული ან რაიმე სახის გადაწყვეტილებების მიღებას. მეორე მხრივ, პასუხისგებლობის ეს მოჩვენებითი არქონა უფრო ბედნიერს არ გვხდის. მივიჩქარით სამსახურში, გვეშინია დაგვიანების და გათავისუფლების. რაც უფრო მეტად ვნებდებით ვირთხების რბოლას, მით უფრო მეტად სწავლობს ჩვენი ტვინი, რომ ეს ჩვენი ბუნებრივი ქცევაა, გაუთავებლად მისდიო რაღაც მიუღწეველს.
ასე რომ ვიღებთ განათლებას და ყველა გამოცდას ფრიადზე ვაბარებთ. შემდეგ ვიწყებთ მუშაობას სამსახურში, რომელმაც ფული უნდა გადაგვიხადოს. თუმცა, ჩვენი წინაპრებისგან გადმოცემული ეს ტრადიციული გზა ფინანსური ზრდის საშუალებას არ გვაძლევს. სიხარბე მხოლოდ ცხოვრების დონის ამაღლებას გვკარნახობს, მაგრამ არ გვასწავლის თუ როგორ გავაკეთოთ ეს. ფინანსურად გაუნათლებელი ადამიანები ემოციებს აძლევენ უფლებას მართონ მათი გადაწყვეტილებები. ფულის დაკარგვის შიში მათ ხელს უშლის აქტივებში ან აქციებში ინვესტირებაში, თანმდევი რისკის გამო. სიხარბე კი ხელს უწყობს ფულის ხარჯვას ცხოვრების სტილის გასაუმჯობესებლად, რაც აქტივებში ინვესტირებაზე უფრო უსაფრთხოდ ეჩვენებათ. გრძელვადიან პერსპექტივაში შიში და სიხარბე ადამიანებს გამდიდრებაში უშლის ხელს. ამ ვირთხების რბოლიდან თავის დასაღწევად ფინანსური ცხოდნა უნდა მიიღოთ. აქტივების შესაძენად პირველ რიგში უნდა ისწავლოთ, რით განსხვავდება ისინი ვალდებულებებისგან. თვითგანათლება ფინანსური წარმატების გასაღებია. სიმდიდრის შესაქმნელად მხოლოდ ნიჭი და საუნივერსიტეტო დიპლომი საკმარისი არ არის. სამყარო სავსეა უდიდესი ნიჭის მქონე ღარიბი ადამიანებით. ფინანსური განათლება, ინვესტირება, ვალები, რისკი, ბუღალტერია, რთული პროცენტი, აქციები და ბევრი სხვა არის მთავარი ფაქტორი, რომელიც ქმნის უფსკრულს ღარიბებსა და მდიდრებს შორის. სამწუხაროდ, ჩვენი განათლების სისტემა და სასკოლო პროგრამა ფინანსური წიგნიერებისთვის შექმნილი არ არის. ის თუ რას სისწრაფით ავსებენ დღეს სკოლის მოსწავლეები საკრედიტო ბარათების ლიმიტს, ნათლად აჩვენებს თუ როგორ მოქმედებს ჩვენს აზროვნებაზე სასკოლო პროგრამიდან ინვესტირების, დანაზოგების, ვალების, რთული პროცენტისა და სხვა საკითხების ამოღება. ფინანსური წიგნიერება სასკოლო საგანი რომ იყოსნა არა მხოლოდ ოჯახური სიბრძნე, გამდიდრება მიუწვდომელი ღვთისსაჩუქარი კი არა, რეალური მიზანი იქნებოდა. ფინანსური წიგნიერების ნაკლებობა ერთნაირად ეხება ახალგაზრდებსაც და ხანდაზმულებსაც. ორივე მხარე იღებს ფულად გადაწყვეტილებებს. საზოგადოებამ ფინანსური წიგნიერებით არ მოგვამარაგა და თქვენი პასუხისგებლობაა თავად იზრუნოთ საკუთარ განათლებაზე. როდესაც არ უნდა დაიწყოთ თქვენს ფინანსურ განათლებაზე მუშაობა, კარგია, მაგრამ რაც უფრო ადრე, მით უკეთესი. ინვესტიცია საკუთარ თავში ჩადეთ, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. დაიწყეთ თქვენს გონებაში ინვესტირებით, ჩაეწერეთ სემინარებსა და ფინანსების კურსებზე და წაიკითხეთ, რაც შეიძლება მეტი წიგნი. ადამიანები ხშირად საუკეთესოდ მაგალითებით ვსწავლობთ, ამიტომ მენტორი უნდა იპოვოთ. თქვენი მენტორი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელმაც უკვე მიაღწია იმას, რაც თქვენ გსურთ. შემდეგ კი სთხოვეთ, რომ გზა გიჩვენოთ. ფინანსურად წიგნიერი რომ გახდეთ, ბევრი თავისუფალი დრო არ გჭირდებათ. ამის ნაცვლად გამოიყენეთ თქვენი სამსახური და იქ შეიძინეთ აუცილებელი უნარები, რომლებიც საკუთარ ბიზნესში გამოგადგებათ, როცა დრო მოვა. მაგალითად, შეგიძლიათ სიმორცხვე დაძლიოთ ნებისმიერი კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტში მუშაობით, სპეციალისტებისგან შესაბამის ტრენინგს გაივლით და როდესაც დაიწყებთ ცივ ზარებს, cold calling, სრულიად უცხო ადამიანებთან, დაივიწყებთ, რას ნიშნავს სიმორცხვე. თუ სიმდიდრის შექმნა გსურთ, მზად უნდა იყოთ, რომ გარისკოთ. თქვენი ფინანსური მდგომარეობის შესაცვლელად საქმის სხვანაირად კეთება უნდა დაიწყოთ. რისკების მართვის ცოდნა კი ყველაზე დიდი ცვლილებაა, რომელიც უნდა განახორციელოთ. ფინანსურად წარმატებული ადამიანები რისკავენ. მათ არ ეშინიათ რისკის. პირიქით, მათ გამოიმუშავეს გასაოცარი უნარი, რომ მართონ ის და მაქსიმალური სარგებელი მიიღონ. რისკზე წასვლა ფულის ბანკში შენახვას არ ნიშნავს. ეს აქციებსა და ობლიგაციებში ინვესტირებას გულისხმობს, რაც თქვენს ჩვეულებრივ საბანკო დანაზოგზე უფრო სარისკოა, მაგრამ გაცილებით სწრაფად მოაქვს მეტი შემოსავალი. სიმართლე ისაა, რომ რისკზე წასვლისკენ მიდრეკილება არის ის, რაც მდიდრებს გამოარჩევს. მაშინ, როცა მდიდრები მზად არიან გარისკონ, ღარიბი და საშუალო კლასი ფრთხილად თამაშას ამჯობინებს. ისინი თავიანთ სამსახურს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ებღაუჭებიან, რადგან ეშინიათ, რა შეიძლება დაემართოთ თუ ხელფასს დაკარგავენ. როდესაც წაგების შიში მოგების მღელვარებას ჩრდილავს, ადამიანები რაღაც დიაჩი ინვესტირების ნაცვლად ფრთხილად თამაში რჩევენ. ისინი თითქოს ამბობენ, არ მინდა წავაგო, მაგრამ სინამდვილეში წაგება გარდაუვალია. გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე წაგება გარდაუვალია. შეუძლებელია მოიგო ისე, რომ ზოგჯერ არ წააგო. ეს ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც თქვენ დამარცხებულად ან წარუმატებელ ადამიანად არ გაქცევთ. ეს ნიშნავს, რომ მოგეცათ შანსი ისწავლოთ ახალი სიტუაციიდან და გაიზარდოთ.
სიმდიდრის შესაქმნელად გარისკვისთვის მზადყოფნაზე მეტი გჭირდებათ. ჩვენ თავს ძლივს ვირჩევთ, როდესაც ვირჩევთ, რომ მთელი ცხოვრება სხვისთვის ვიმუშაოთ. არავინ მდიდრდება ერთ ღამეში. სიმდიდრის შექმნის გზა გრძელი და დამღლელია. ადვილია დემოტივაცია იგრძნოთ, როდესაც დაბრკოლებას წააწყდებით. მაგალითად, აქციის ფასი, რომელშიც ინვესტიცია ჩადეთ, შეიძლება დაეცეს. რთულ პერიოდში საქმისადმი ერთგულება და მოტივაცია უნდა შეინარჩუნოთ. მოტივაციის შესანარჩუნებლად ერთი გზაა შექმნათ სურვილებისა და ანტისურვილების სია. ის შეიძლება შეიცავდეს ისეთ პუნქტებს, როგორიცაა მინდა 3 წელიწადში ვალებისგან გავთავისუფლდე და არ მინდა ჩემი მშობლების ბედი გავიზიარო. ეს სია სირთულეების პირისპირ მოტივაციას შეგინარჩუნებთ. მოტივაციის შენარჩუნების კიდევ ერთი გზაა გადასახადების დაფარვამდე ფული საკუთარ თავს გადაუხადოთ. ეს შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ ასე ზუსტად გეცოდინებათ, რა თანხა გჭირდებათ ყოველთვიურად თქვენი მიზნების მისაღწევად. მძიმედ მუშაობა ხელფასისთვის და შემდეგ მისი უმეტესი ნაწილის სიხარბის გამო დახარჯვა არასწორი მოტივაციაა. ამას ნუ აღიქვამთ შესაძლებლობად, რომ საკრედიტო ბარათის ლიმიტი ბოლომდე ამოწუროთ და ყელამდე ვალებში ჩაეფლოთ. პირველ რიგში საკუთარი თავისთვის გადახდა შექმნის დამატებით წნეხს, რომელიც გიბიძგებთ მეტი ფულის შოვნის კრეატიული გზები ეძებოთ. ეს ასევე დაგეხმარებათ ფინანსური დისციპლინის გამომუშავებაში, თვისების, რომელიც ყველა ფინანსურად წარმატებული ადამიანისთვისაა ნაცნობი. ახლა კი მოდი განვიხილოთ, რა არის აქტივი და როგორ დაგეხმარებათ ის მეტის გამომუშავებაში. აქტივს თქვენთვის მეტი ფული მოაქვს. ვალდებულებას კი მოგება არ მოაქვს და ფულს გახარჯვინებთ. თქვენი სახლი აქტივი არ არის. ის თქვენგან მოითხოვს ქონების მაღალ გადასახადს და მთელი ცხოვრების იპოთეკას ისე, რომ შემოსავალი არ მოაქვს. დაიმახსოვრეთ ეს რჩევები თქვენი სიმდიდრის მაქსიმიზაციისთვის. ფუნდამენტური პრაქტიკული ცოდნა, რომელიც მდიდრებს ღარიბებისა და საშუალო კლასისგან განასხვავებს, ისაა, რომ ისინი აქტივებს ყიდულობენ. მაშინ, როცა აქტივს თქვენთვის მეტი ფული მოაქვს, ვალდებულება არის ის, რაშიც ფულს იხდით. აქტივების მაგალითებია ობლიგაციები, ურთიერთფონდები, ბიზნესები, აქციები და ნებისმიერი სხვა რამ, რასაც შემოსავალი მოაქვს, დროთა განმავლობაში ფასი ემატება და ადვილად იხიდება. აქტივებში ინვესტირება თქვენს ფულს ამუშავებს პასიური შემოსავლის გენერირებით. აქტივებს მეტი ფული მოაქვთ. როდესაც თქვენი აქტივები ფარავს თქვენს ხარჯებს, თქვენ იღებთ ამ ფულს და ახალ აქტივებში აბანდებთ, რითაც რთული ზრდის ეფექტს ქმნით. სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობა ვალდებულებებს აქტივებად მიიჩნევს. ბეღი ოცნებობს სახლის ყიდვაზე და ფიქრობს, რომ ეს აქტივია. სიმამდვილეში კი ის ერთ-ერთი ყველაზე ხარჯიანი ვალდებულებაა, რაც კი შეიძლება გქონდეთ. სახლს თან ახლავს ქონების მაღალი გადასახადები და მრავალწლიანი იპოთეკა, შემოსავალი კი მას არ მოაქვს. სიმდიდრის შექმნაში თქვენი პროფესია ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორც თქვენი ბიზნესი. ბიზნესი და პროფესია სხვადასხვა რამაა. თქვენი პროფესია არის ის, რასაც თქვენს ყოველდღიურ სამსახურში აკეთებთ, რომელიც იხდის თქვენს გადასახადებს, უზრუნველყოფს საკვების ფულს და ზოგადად ფარავს თქვენი ცხოვრების ხარჯებს. მეორე მხრივ, თქვენს ბიზნესში დროისა და ფულის ინვესტირება თქვენს აქტივებს ზრდის. თითქმის შეუძლებელია სიმდიდრის შექმნა მხოლოდ თქვენი პროფესიით, რადგან უმეტეს შემთხვევაში ის მხოლოდ აუცილებელ ხარჯებს ფარავს. სიმდიდრის შესაქმნელად თქვენ უნდა ააწყოთ ბიზნესი, სანამ თქვენ სამსახურში მუშაობთ. საკუთარი ბიზნესის დასაწყებად თქვენ გჭირდებათ ფულადი ნაკადი, ადამიანები და პირადი დრო. მზარეულის პროფესია კერძების მომზადებაა. ეს სამსახური გადასახადებს ფარავს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მას სავარაუდოდ ვერ გაამდიდრებს. ისინი ინვესტიციას უძრავ ქონებაში აკეთებენ და ყოველთვიურად დარჩენილ ზედმეტ ფულს შემოსავლის მომტანი აქტივების შესაძენად აბანდებენ. ანალოგიურად, საბურავების გამყიდველი თავის დარჩენილ შემოსავალს აქციების ვაჭრობაში აბანდებს. ეს ორი მაგალითი აჩვენებს, რომ პროფესიები ყოველთვიურ გადასახადებს ემსახურება, მაგრამ დამატებითი შემოსავლის ბიზნესში მიმართვით ისინი ზრდიან თავიანთ ბიზნესს და შესაბამისად სიმდიდრესაც. თავდაპირველად თქვენს ბიზნესს თქვენი სამსახური დააფინანსებს. ნუ დაანებებთ თავს სამსახურს, სანამ თქვენი ბიზნესი მდგრად ზრდას არ აჩვენებს. ამ მომენტში თქვენი შემოსავლის მთავარი წყარო თქვენი აქტივი ხდება და არა პროფესია, და სწორედ ეს არის ფინანსური დამოუკიდებელობა. გადასახადების საფუძვლიანი ცოდნა ასევე გადამწყვეტია.
მდიდრებმა ბევრი რამ იციან გადასახადების შესახებ და მათ ღარიბებისა და საშუალო კლასისგან განსხვავებულად უდგებიან. მდიდარი ადამიანები მთელ თავიანთ კორპორატიულ საქმიანობას თავიანთი აქტივების გარშემო აგებენ. ეს მათ საშუალებას აძლევს დაიქირავონ პროფესიონალი ბუღალტრები და იურისტები, რომლებიც ეხმარებიან გადასახადების შემცირებასა და სასამართლო დავებისგან თავის დაცვაში. დაქირავებული თანამშრომელი ჯერ იხდის გადასახადებს და შემდეგ ცხოვრობს იმით, რაც ხელფასიდან რჩება, მომდევნო ხელფასამდე. კორპორაცია კი ჯერ თავის მოგებას ხარჯავს და შემდეგ იხდის გადასახადებს იმ თანხიდან, რაც დარჩება. თქვენს შეგიძლიათ ისწავლოთ გადასახადების შემცირება. ამისთვის საჭიროა გაერკვეთ თუ როგორ მუშაობს საგადასახადო სისტემა. რაც უფრო მეც დახარჯავთ ბიზნესის საჭიროებზე, მით უფრო ნაკლები დარჩება დასაბეგრი. შესაბამისად, შეგიძლიათ შეამციროთ თანხა, რომელსაც სახელმწიფო გართმევთ. ბევრმა დაბრკოლებამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ გამდიდრებაში. მაშინაც კი, როდესაც ფინანსურ განათლებას იღებთ, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე შესაძლოა მაინც წააწყდეთ დაბრკოლებებს. ხუთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ მარცხდებიან ფინანსურად განათლებული ადამიანები, არის შიში, ცინიზმი, სიზარმაცე, ცუდი ჩვევები და ამპარტავნება. შიში. რობერტ კიოსაკი განმარტავს, რომ მას არასდროს შეხვედრია მდიდარი ადამიანი, რომელსაც ფული არ დაუკარგავს, მაგრამ თითქმის ყველა ღარიბს, ვისაც შეხვდა, 1 ცენტიც კი არასდროს დაუკარგავს. გაკვეთილი ნათელია. გამდიდრება რისკზე წასვლის სწავლისა და ამ რისკის შიშის შემცირების სინონიმია. გამარჯვებულებს წარუმატებლობა შთააგონებს, დამარცხებულებს კი ის ანადგურებს. წარუმატებლობასთან შეჯახებისას გამარჯვებულები მხოლოდ უფრო მეც მუშაობენ. დამარცხებულებს კი წაგებასთან გამკლავება არ შეუძლიათ, რის გამოც ნებდებიან. წარუმატებლობისგან გაკვეთილის მიღება არის საიდუმლო, რომელიც ყველა გამარჯვებულმა იცის, დამარცხებულმა კი არა. ადამიანების უმრავლესობა ფინანსურად იმიტომ იბრძვის, რომ მოგებაზე თამაშის ნაცვლად ისინი თამაშობენ, რომ არ წააგონ. რობერტ კიოსაკი. ცინიზმი. ადამიანებს ეჭვები და გაურკვევლობა სიღარიბეში ტოვებს. ტექნიკურად ვირთების რბოლიდან გამოსვლა ძალიან მარტივია, მაგრამ ეჭვები რბოლის მონაწილეებს პარალიზებულს ტოვებს. ანალიზის ნაცვლად, როგორც ამას გამარჯვებულები აკეთებენ, ცინიკოსები კრიტიკას ამჯობინებენ. მათი კრიტიკა აბრმავებთ მათ და შესაძლებლობების დანახვის საშუალებას არ აძლევთ. ბევრი ვერასდროს მდიდრდება, რადგან ფულის დაკარგვის შიში მისი შოუნის სიხარულს ძლევს. სიზარმაცე. პარადოქსულია, მაგრამ მუდმივად დაკავებულად ყოფნა სიზარმაცის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. უამრავი აქტივობითა და საქმით თავის დაკავება ჩვენი შიშებისგან თავის არიდების მეთოდია. სიღრმეში ჩვენ ყველამ ვიცით ეს მარტივი ჭეშმარიტება. სწორედ ამიტომ ღიზიანდებით, როდესაც ვინმე ამას გვახსენებს. ჩვენ არ გვჩება დრო, რომ მივხედოთ ჩვენს სიმდიდრეს, ჯანმრთელობასა და საყვარელ ადამიანებს. ცუდი ჩვევები. განათლება არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც წარმატებას განსაზღვრავს. ეს უკანასკნელი გარკვეული ჩვევებისგან შედგება. მდიდრები მუდმივად მუშაობენ საკუთარ თავზე. ისინი პირველ რიგში საკუთარ თავში დებენ ინვესტიციას. დაიწყეთ იმ ჩვევების გამომუშავება, რომლებიც თქვენს მიზნებთან დაგაახლოვებთ. გამოიმუშავეთ ყოველდღიური კითხვის პოზიტიური ჩვევა, ასევე ივარჯიშეთ ყოველდღე ფიზიკური ჯანმრთელობის გასაძლიერებლად. გამონახეთ დრო იმისთვის, რასაც ნამდვილად აქვს მნიშვნელობა. ამპარტავანება. ამპარტავანი ადამიანები ხშირად ფულს თავიანთი უცოდინრობის გამო კარგავენ. მათ ჯერათ, რომ თუ რამე არ იცის, ესე იგი ის არ არის მნიშვნელოვანი. როდესაც წარმატებისკენ სწრაფვას იწყებთ, თავმდაბლობა პრიორიტეტად უნდა აქციოთ. თუ საკმარისად თავმდაბალი ხართ, შეძლებთ ისწავლოთ რაღაც ყველა ადამიანისგან, ვინც გზად შეგხვდებათ და ყველა სიტუაციიდან, რომელსაც გადაეღრებით. ფრაზა მე ამის საშუალება არ მაქვს, თქვენს ტვინს თიშავს, მაშინ როცა აკითხვა რა უნდა გავაკეთო, რომ ამის საშუალება მქონდეს, ხსნის შესაძლებლობებს, ხელვანებას და ოცნებებს. დასკვნა. ჩვენი განათლების სისტემა ფინანსურ წიგნიერებას უნდა ასწავლიდეს. ამიტომ თქვენი განვითარება მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. სიმდიდრის შექმნა უფრო მარტივი და მიღწევადი გახდება თუ ისწავლით, იაზროვნოთ მდიდრებივით და გაიგებთ, როგორ მუშაობს ფინანსური სამყარო. არასოდეს მოგერითოთ ინვესტიციის ჩადება თქვენი გონების განვითარებაში. ჩვენი გონება ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია. მისი დახმარებით ჩვენ შეგვიძლია უდიდესი სიმდიდრის შექმნა.
გამდიდრებისკენ სწრაფვაში ბევრი რამ გვაბრკოლებს და ფულის არქონა ჩვენი ყველაზე ცუდი მტერი არ არის. ჩვენი მტრები მცდარი შეხედულებები და წარმოდგენებია იმის შესახებ, თუ როგორ გამდიდრდეთ. მათ შორის ყველაზე დიდი მცდარი აზრია, რომ ჩვენ განუწყვეტლივ სხვისთვის უნდა ვიმუშაოთ. თუმცა, მძიმე შრომა შედეგს მხოლოდ მაშინ გამოიღებს, თუ ვისწავლით საკუთარი თავისთვის მუშაობას. ერთი ღირებული რჩევა, რომელსაც რობერტ კიოსაკი გვაძლევს, არის ის, რომ უნდა გვესმოდეს განსხვავება ვალდებულებებსა და აქტივებს შორის. პირველი მუდმივ ხარჯს მოითხოვს, მეორე კი თქვენთვის ფულს ქმნის. უფრო მეტიც, უნდა გავეცნოთ საგადასახადო სისტემის მუშაობას და მივბაძოთ დიდი კორპორაციების მაგალითს მათი გამომუშავება ხარჯვა დაბეგრის ციკლთან დაკავშირებით. გამდიდრებისკენ სწრაფვაში წარმატების მისაღწევად უნდა გვახსოვდეს, რომ შიში, ცინიზმი, სიზარმაცე, ამპარტავნება და ცუდი ჩვევები ვერსად მიგვიყვანს, თუნდაც ფულის საუკეთესოდ განაწილება ვისწავლოთ. ცადეთ ეს. შეამცირეთ თქვენი ვალდებულებები და არასაჭირო ხარჯები და შეიძინეთ აქტივები. მდიდრები აქტივების გრაფაზე ზრუნავენ და არა შემოსავლების ანგარიშგებაზე. დაიწყეთ მდიდრებივით ფიქრი და ფოკუსირდით თქვენი აქტივების გრაფის შექმნაზე. უძრავ ხონებაში ინვესტირება ფინანსური დამოუკიდებლობისკენ მიმავალი შესანიშნავი გზაა. თუ უძრავ ხონებაში ინვესტირების შესაძლებლობა მოგეცემათ, გამოიყენეთ ის. დაუკავშირდით წარმატებულ ადამიანებს იმ ბიზნესში, რომელიც გაინტერესებთ და ისწავლეთ მათგან რაც შეიძლება მეტი. ფული მოდის და მიდის, მაგრამ ფინანსური განათლების მიღება სიმდიდრის შენების დაწყების შესაძლებლობას მოგცემთ.